ნახეს, რომ უცხო რაინდი მტირალი იჯდა წყლის პირას. მას ლომისა და გმირის მსგავს სადავით ეჭირა შავი ცხელი. საჭმელად და ლაგამონაგირი მარგალიტით იყო მოოჭრილი. გულიდან წამოსულ ცრემლს პირის სახე გაეფენკრთალებინა. რაინდის სამოსი ვეფხის ტყავისა იყო. ამგვარივე ქუდი ეხურა. ხელთეპყრა მკლავსებს ხული შეჭედილი მათრახი. დაილახეს და ახლოს ლახვა მოუვდათ იმ უცხო სახელვალი მოყმისა. ნახეს უცხო მოყმე ვილმეში დატირალი წყლისა პირსა, შავი ცხელისა და ვითა ჰყვალობსა და ვითა გმირსა. ხშირად ესხა მარგალიტი, ნაგა მამლჯარ უნაგირსა, ცრემლსა ვართი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა. მასტალსა კაბა ემოსა, გარითმა ვეფხის ტყავისა, ქუდივე იყო სარქმელი თავისა. ხელთა ლაჭედი მათრახი, ქონდა უსხოსი მკლავისა, ნახეს დალახლა მოუდათ უცხოსა სალახავისა. მეფემ იკითხა, თუ ვილიყო გარეგნობით ასე გამორჩეული ყვაწვილი და ამის გასაგებად მონას უბრძანა, წასულიყო, როგორც ლიერ კაცს შეეფერებოდა. სასწრაფო და გაბედულად და ეთქვა უცხო მოყმისათვის, რომ მეფე იბარებდა თავისთან. წავიდა მოლა იმ რაინდთან გამოსლაპარაკებლად, რომელიც თავჩაქილდრული ტიროდა. ცხარიდა გულწრფელად და არა სხვათა მოსაჩვენებლად. ისე ტიროდა, თითქოს ბროლის წვიმაალო ცრემლები გიშხის ხარში ალო შავ წამწამებში მიედინებოდა. მონა ახლოს კი მივიდა, მაგრამ უცხო მოყმის ნახვით განსუფრებულმა სიტყვისათქმელად ძალა ვეღარ მოიკრიბა. რაინდთან შეხვედრილ დამნელმა მონამ ვერაფერი უთხრა მას. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მონიდებით შეჰბედა, გიბრძალებსო. უცხო მოყმე მონის ნათქვამის სიტყვა ვერც კი გაიგონა, ყურადღება არ მიაქცია, არათუ მონის ნათქვამის სიტყვა ლაშქრის ხმაურიც კი არ ესმოდა რაინდს, რომელიც უჩვეულოდ იტანჯებოდა. სხვაგან ქრისმისი გონება მისმან თავისა წონამან, ესე მეფისა ბრძანება ერთხელ პლაკადრა მონამან, არცა დააგდო ტირილი, არც არა გაიგონამან, არცა გახრიჩა მაგეთად თავი ვარდისა კონამან. მისმა თავის მზემ, მის თავს ფიცავ, სხვაგან ქროდა მისი გონება. მონამ კიდევ ერთხელ შეახსნა მეფის ბრძანება, მაგრამ რაინდმა არც ტირილი შეწყვიტა და არც მონას მიაქცია ყურადღება. ბაგეც კი არ გახსნა. პასუხი რომ ვერ მოისმინა, მონა შეტრიალდა და როსტევან მეფეს მოახსენა, რომ უცხო მოყმეს მისი დარდი არ ჰქონდა. მონას მის შემხედვარეს თვალი მოეჭრა მზის მსგავსი კაშკაშა სინათლისაგან, თუმცა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ვერაფერი გააგებინა. მეფეს გაუკვირდა მონის ნათქვამი და გაწყდა კიდეც. ამის შემდეგ თავის სამსახურში მყოფი თავის წინ მდგომი 12 მონა გაგზავნა, რომელთაც უბრძანა იარაღის მეშვეობით შეეპყროთ და მისთვის მოეყვანათ უცხო და უცნაური რაინდი. წავიდნენ მონები იმ უცხო მოყმესთან, რომელმაც აბჯრის ხრიალით გაიგო მათი მისვლა და შეკრთა. თვალები მოამლო და ლაშქარი რომ დაინახა, ერთი დაიძახა. ვამეო, სხვა აღარაფერი უთქვამს. თვალებში ხელი ამოისვა, ცრემლი მოიწურა, საბრძოლოდ გაემსადა და ცხენზე შეჯდა. მონების საუბრისათვის ყური არ დაუხდია, სხვა მხრისაკენ გაემართა. მონება ხელი გამოიღეს უცხო მოყმის შესაყრობად, რომელმაც ისე გახადა, ისინი მტერსაც კი შეებრალებოდა. ერთმანეთს დააკლა ისე, რომ თავის შვილის სასვალებაც კი არ მისცა. რამდენიმე კაცს გადაჰკრა მათრახი ისე, რომ თავიდან მკერდამდე გახრიჩა. ამის შემხედვარი როსტევან მეფე გაწყდა და ლაშქარს შემოუძახა უცხო მოყმის შესაყრობად. რაინდმა ყურადღება არ მიაქცია, არც შეხედა ჯარს, მდევარს თუ კი მიეწიოდა, მკვდარს ამსგავსებდა და მეფეს სამაგლახოდ უხდებოდა საქმე. შეწყდეს მეფე და ავთანტო მისყმისა მისა წეველად, იგი ლახი და უკადრე მივატანისა მრხეველად. ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მსეველად. შეიგნო მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად. უცხო მოყმის დასაწევად ამხედრდნენ მეფე და ავთანტილე. ის კი ლაღი და ამაყი ტანის რხევით მიდიოდა. ტაიჭი მერანს მიაგავდა და მზესავით მიეფინებოდა ველსა. რაინდი მიხვდა, რომ მისი მდევარი მეფე იყო.